მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები პოლიტიკაზე. დღეს ჩვენთან სტუმრადაა სტუდიაში პოლიტოლოგი ბატონი ზურაბ ქელექსაშვილი. მოგესალმებით ბატონო. გაბარჯობოთ ბატონო ლია. მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. დიდი ხანია ჩვენ არ შევხვედრებთ ერთმანეთს, არ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. და აი დადგა დღეს არის 2025 წლის 21 იანვარი და დღეს ხართ ჩვენთან სტუდიაში. კი ბატონო. ახალი წელი მოვიდა. ამ ახალ წელს ბატონო ზურაბ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მსმენელებისათვის, მაყურებლებისათვის მოეტანოს პირველ რიგში შვიდობა ყოფილიყოს, ჯანმრთელად ვიყოთ, ბედნიერები ვიყოთ, ბარაქიანები ვიყოთ და გამძლიანებული და გამწყინებული გვენახოს ჩვენი სამშობლო საქართველო. ამ ყველაფერს ვერთები რა თქმა უნდა ილოცვას კალბატონია, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ცოტა ჯანსაღი აზროვნება, ცოტა მიდგომების შეცვლა, აზროვნებაში შესწორების შეტანა, ისე სხვანაირად კეთილსურვილება დარჩება, ან სურვილია რა თქმა უნდა და ყველა სურვილი ვერ ასრულდება და ვერ აცხადდება, თუმცა ალბათ რაღაცნაირად მართებს გადავხედოთ ჩვენს ასე საქმიანობას და ჩვენს აზროვნებას, პირველ რიგში აზროვნების წესს, სტილს, წყობას და ცოტა ასე ვთქვათ მეტად შევიყვართ რაოდენ ბანალურადაც არ ვაჟღერდეს ერთმანეთი ვიდრე აქამდე დაუშვათ, ხო? კონფრონტაციული მუხტი რომელიც ჩვენ ქვეყანაშია არაფერს ასიკეთოს თავისთავად ცხადი არ პირდება. კეთილი ბატონო ზურაბ, დადგა ეს ახალი წელიც, რომელსაც ელოდებოდა ქართველი ერი, მაგრამ ქვეყანაში ისევ ძველი პრობლემები, პროცესები გრძელდება. ისევ ატარებს ოპოზიცია აქციებს, ამ აქციებზე გამოყვავთ ახალგაზრდები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ჯგუფურად გამოდიან სხვადასხვა უბნებიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვავთ ხალხი, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებიც იყვნენ ამ აქციებზე და ტარდება გაფიცვებიც. თქვენი აზრით, ქვეყნის დაწყნარების გამოსავალი რაში მდგომარეობს? მუდმივად ხომ არ ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში, ბატონო ზურაბ? კი ბატონო, მანამდე ვიქნებით ქალბატონოლია და ჩემო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, წელანაც გითხარით, სანამ ჩვენ თავად არ გადავხედავთ, ასე ვთქვათ, ჩვენს დამოკიდებულებებს ქვეყნის მიმართ, ერთმანეთის მიმართ, გარემომცველი სამყაროს მიმართ, იმ პროცესების მიმართ არ გავიცნობიერებთ თუ რა ხდება ჩვენ სირგულით, ხო? ანუ ფაქტიურად სანამ უნყურები არ გადაბრუნებულა, არა ახლოს ალბათ ამბობის გადაბრუნებასთან, მანამდე უნდა გამოვაჩინოთ ის გზა, თორემ მერე ყველაფერი ასე ვთქვათ ფუჭი აღმოჩნდება. აი ამ მართლა გატეხილი ვარცლის წინაშე აღმოჩნდებით სულ ყველა და იმიტომ რომ იმ დაგვარი გლობალური ცვლილებები ხდება ჩვენ სირგულით, მათ შორის ჩვენს წიაღშიც, რომ თუ კი ამ ყველაფერს მხარი არ აუვით და არ აუწყეთ ფეხი, მართლაც აღმოჩნდებით ასე ვთქვათ ძალიან მძიმე სავალალო მდგომარეობაში. ეხლა ის ფაქტი, რომ გძალებთ თქვენს და რეალურად ასეა, გარკვეული ასე ვთქვათ ძალები, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ძალები, რომლებსაც თავიანთი კონკრეტული მიზნები, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური და ასე შემდეგ გააჩნიათ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ფინანსური, ეკონომიკური და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, თავიანთი აი ამ საკითხების მოგვარებას ფიქრობენ და ცდილობენ იმ გაცნობიერებული თუ ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანების ხელით, რომლებიც თუ რაღაცა აყიატებული იდეების დონეზე ახლა ეს ყველაფერი იყო, სადღაც მივდივართ, და ვერ გაუცნობიერებია ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილს ის, რომ ჩვენ ევროპაში არ ვართ. ჩვენ არც აზიაში ვართ, ამ პირდაპირ გეოგრაფიული ასე ვთქვათ, თუნდაც გაგებით, ხო? ეს არის გზა გასაყარი, კავკასიელები ვართ, ქართველები ვართ, კავკასიელები, ხო? ეს გარკვეული ცივილიზაციური კერა, ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, გეოგრაფიული გარკვეული არეალი, ხო? და არის გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. ეხლა რაღაცა აყიატებული იდეების დონეზე, რომ ჩვენ სადღაც უნდა შევიდეთ, რომელიღაცა კავშირში და ეს იმ დაგვარად ასე ვთქვათ
არის ამ ჩვენ ცნობიერებაში, ამ ჩვენი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაში გამჭდა, რომ მართლა სრულად გულწრფელად სწავლა ჯერა რომ ჩვენ სადღაც ხვალ ზეთუმაზე მიგვიღებენ და მეტიც ისინი არაფერს აკეთებენ თქვათ აი ამ დასავლელი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური მოღვაწეები დღე და ღამე იმაზე ფიქრით არიან ასე ვთქვათ მოცული მათი გონება და დაკავებული აი საქართველოს ბედნიერება ევროპული მომავალი როგორ გამოჩენო ეს ძალიან ბევრს ჯერა იცით რა ქვია ხო ეს ხო სრულიად წარმოუდგენელია თითოეულ სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი ინფორმაციული ეპოქა ხო ნებისმიერ ინფორმაცია ხელმისაწვდომია თუ ოდნავ ადამიანს აქვს სურვილი რაღაცა გაიგოს ის აუცილებლად მიაღწევს ის აუცილებლად გაიგებს აუცილებლად გაიაზრებს და გაიცნობიერებს ასე ვთქვათ სინამდვილეში რა ხდება ხო საიდან მომდინარეობს ეს პრობლემები რაც ჩვენშია რაც გარეთ არის ხო რატო აღმოჩნდა ეს ნანატრი ასე ვთქვათ ევრისთვის ნანატრი ევროპა ასე ვთქვათ რეცესიის მდგომარეობაში ეკონომიკური რეცესიის მდგომარეობაში და ასე ვთქვათ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში ჩვენს ირგვლივ ჩვენს რეგიონში ეგრეთ უკრაინის ასე ვთქვათ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ხო ძმათამკვლელი ფაქტიურად ომია რა არის ამისი მიზეზი ამისი სტიმულატორი რა არის რამ გამოიწვია ხო რა ხდება ახლო აღმოსავლეთში ხო ის წყალობით იქ რაღაცა ასე ვთქვათ საკითხები თითქოს დარეგულირებისკენ წავიდა გაფრთხილ შეთანხმებას მოაწერა ჰამასმა და ისრაელის სახელმწიფო ხელი ხო მაგრამ ფეთქებად საშიში პროცესები შეიძლება ირანის მიმართულებით განვითარდეს ახლა ეს ცოტა შოვიქნებ მაგრამ იცით რაღაცების გაცნობიერება და გარკვევა აუცილებელია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის და ახლა ვერაფერს ასე ხელაღებით ვერ გაიგებს და ვერ გაარკვევს თუნდაც პოლიტიკური მომზადების დონიდან გამომდინარე ყველას არა ყველას პოლიტიკაშია ჩახედული და ასე ვთქვათ ევალება რომ ბოლოს და ბოლოს ჩახედული იყოს ამ პოლიტიკაში ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების სამუშაო პირველ რიგშია რა ვიც საჭიროებელია ხო ჩვენი ასე ვთქვათ დღევანდელი პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს მათ შორის იგივე მოვალეობა და ფუნქცია აკისრია პოლიტიკურ ოპოზიციასაც უნდა ეკისროს და არა ის რაღაც ევროპაში მივდივართ აზიაში მივდივართ რა ქვია კი ბატონო ჩვენც ვართ ნაკობია ევროპაში ჩვენც რაღაცა წაგვიკითხავთ ჩვენც რაღაცა გაგვიცნობიერებია ვიცით მათი ყოფითი კულტურა ასე ვთქვათ მათი ლიტერატურა მათი ფილოსოფია თავისთავად ხარია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ცხოვრების ცხოვრების წესი მართლაც მნიშვნელოვანია ვთქვათ ეს ყველაფერი და ახლა უნდა იყოს ძალიან ბრიყვი რომ ვთქვათ მონაპოვარს ხო ეს მსოფლიო მნიშვნელობის მონაპოვარია დაუშვათ მაგრამ იცით ერთი პოლიტიკოსი ადრე ამბობდა რომ მზეო ჩრდილოეთიდან რა ქვია რა მოდის საქართველოსთვისო არა კაცო მზე არ ჩრდილოეთიდან არ მოდის საქართველოსთვის და არც ერთი სხვა ქვეყნისთვის მზე ამოდის აღმოსავლეთიდან ასეა ხო ეხლა მზე ჩვენმა ასე ვთქვათ თანამედროვე პოლიტიკოსებმა უკვე დასავლეთიდან ამოიყვანეს მაგრამ მზე როგორც ვიცით დასავლეთში ასე ვთქვათ ჩაესვენება ხოლმე რა ის ჩასulis დროს თუ კი მაინდა-მაინც ამ ალეგორიას ასე ვთქვათ თუ განმარტებას მოიხმოთ რა ბუნებრივი ეს მისწრაფება მიდრეკილება ადამიანების უკეთესი ცხოვრებისკენ უკეთესი ცხოვრების დონისკენ მაგრამ არც ერთი მათგანისგან ხოლმე უსმენთ არა სხვადასხვა არხებს ჩვენთვის მისაღებს მიუღებელს გინდა ხო ინფორმაციული ასე ვთქვათ ნაკადია მრავალი მხრიდან და უნდა ერკვეოდე ახლა თუ კი პოლიტოლოგიაზე თუ ასე ვთქვათ პოლიტიკაში რაღაცა ფორმით მონაწილეობაზე ვისაც აქვს რა ქვია პრეტენზია თუ გვაქვს ეს პრეტენზია რაღაცაში უნდა ვერკვეოდე და მოვისმინოთ ხო ალტერნატიული აზრი ვთქვათ მიუღებელი მისაღებს სხვა საკითხია ხო არც ერთისგან არ მომისმენია მოდი ჩვენ შევქმნათ ვთქვათ აი ეს ევროპული რეგულირების ის მართლაც ასე ვთქვათ ისაც კარგია ხო მოდი იმას შევუწყათ ჩვენი ასე ვთქვათ ცხოვრების წესი და დავაფუძნოთ ის კარგი რაც არის დაუშვათ ევროპაში აზიაში
და ჩვენ ცოტა გვაქვს კარგი? რომელიც არ დააზიანებს ჩვენს ერს. თავისთავად ცხადია. ოღონდ გადმოიღო გარკვეული რაღაცა ლიბერალური, კომუნისტური თუ სხვა ტიპის ასე ვთქვათ შტამპები და აქ დარეკო ჩვენ კომუნისტურ წყობაში ვიცხოვრია, ხო? ჩვენ ახლა იმ თავის წარმომადგენლები ვართ, თუ ახლა ვიღაცა გვაბრალებს რომ რა ქვია ცით თქოს ჩვენი ბრალი იყო კომუნისტური სისტემა რომ შეიქმნა. ამას ნაკლად გვითვლიან და რამისთან დანაშაულად გვითვლიან იმ თავობის ადამიანის საერთოდ საანებოდის დონეზეა, ხო ეს ყველაფერი, ხო? ხო, ჩვენ ერთი ასე ვთქვათ აი კომუნისტური საზოგადოებები და ჩვენ ხო ის თავობა ვართ, რომელიც იბრძოდა სწორედაც იმ კომუნისტური ასე ვთქვათ თუ ერთიანი სახელმწიფო თუ სახელმწიფო სივრციდან დამოუკიდებლობისთვის, ხო? სუვერენიტეტისთვის და ახლა ჩვენი ეს თანამედროვე ახალგაზრდები, ხო? და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ძველგაზრდების ძალიან დიდი ნაწილიც სამწუხაროდ რაღაცა სხვა კავშირში ხედავს ბედნიერებას, ხო? და იმ ბედნიერებისგან კაცი შვილი ასე ვთქვათ არ ფიქრობს, რომ აქ დავაფუძნოთ ეს ასე ვთქვათ ნორმალური ცხოვრების დონე. ჩვენი ხელი, ჩვენი შვად მწყობადია რა. არავინ არ მოვაკაც ვაკარავინ არ გააკეთებს ეს გასაკეთებელს, ხო? როგორც კარგმა მეოჯახე მამაკაცმა თუ ქალბატონმა უნდა თვითონ მოუაროს. შეიძლება სხვების გარკვეული მხარდაჭერით, ნათესავების, შინაურების, საპრობლემის ქმნის ასე ვთქვათ თავისი ოჯახის შვილების მომავალს, ხო? ასევე გვაქვს ჩვენ ეს გასაკეთებელი. ეს ხო ელემენტარული ჭეშმარიტებებია, რაღაცა სიახლეზე გვაქვს საუბრობთ რა. და თუ კი ვინმე მოგეხმარება, აქ ინტეგრალურად გამოიყენებს შენს პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომ ეს ქვეყნისთვის იყოს სასარგებლო, იყოს სახეირო, ამას რა ჯობია, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგაუწყდეს ერთი ის, რომ აი დასავლური ცივილიზაცია. კი ბატონო, ის გაწყრიალებული ქალაქები, ძალიან საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონე, კი ბატონო, ის ხარჯზეა ეს ყველაფერი. ადრეც გვიყვავს, ახლა უნდა გავიმეოროთ, იმიტომ რომ მუდმივი გამეორება ასე ვთქვათ, გვართებს ამ ყველაფრის. ის რაღაცა ლამაზი თვალებისთვის, აი დიდი ბრიტანეთი რომ ავიღოთ, ხო? დავუშვათ. ერთ-ერთი აი უთვალსაჩინოესი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, ხო? კოლოსალური იმპერია და ასე ითქმოდა და დღემდე ასე რომ დიდ ბრიტანეთის იმპერიაში გზი არადროს ჩადის, იმიტომ რომ კოლოსალური ტერიტორიებზე ჰქონდა კონტროლი დამყარებული, რა ვიცი, წარმოუდგენელ სივრცეებზე. აქ ერთ პატარა კუნძულოვან სახელმწიფოს, ხო? როგორ იქ რა ქვია, ჩავიდა და რაღაცა ცივილიზაციას ვაზიარებდა, ხო? ვთქვათ ეს ველურები ასე, ხო? უამრავი ადამიანის სისხლი და წრემლი და სიცოცხლეა, ასე ვთქვათ, დადებული იმ ბრიტანული იმპერიის კეთილდღეობისთვის და იქ მცხოვრები, თვითონ ბრიტანელი, ასე ვთქვათ, ხალხის კეთილდღეობისთვის. ასია საფრანგეთი დღემდე კოლონიებს უпроსორად ნეოკოლონიურ დამოკიდებულებებშია ყოფილი კოლონიები, ვთქვათ, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სადღაც კი არ გამქრალა. ანუ კეთილდღეობა და ადრეც მithქვავს, კაცო, ერთი პატარა სახელმწიფოა ბელგია. ერთი პატარა სახელმწიფო, საქართველოს ნახევარია. აი ამ ბელგიას ყავდა ხელმწიფე. ვინმე ლეოპოლდ მეორე. და აფრიკაში ამ კაცმა ამბები დაატრიალა. რამოდენიმე მილიონ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ აი კაუჩუკის მოპოვების გეგმას ვერასდროს შეერ წყურვანი გაუბედურებული ადამიანები, დაკჭაგული, დაკანჯული ადამიანები ხელებს აჭრიდა რამოდენიმე მილიონ ადამიანს. ახლა ვიღაცა ბრიუსელს რო ძალიან ლამაზი ქალაქი ნაყოფია. შვენივერთ კეთილდღეობა, ასე ვთქვათ, რაღაცა ბრილიანტების ის არის აქ ანტვერპენში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კი ბატონო. ამ შვენიერია თქოს კეთილმოწყობილი, იქა ბრიუსელი არის დღევანდელი ევროპის პოლიტიკური ცენტრი და ძალიან კარგად ცხოვრობს ხალხი, ასე ვთქვათ, ნორმალურად. რის ხარჯზე? აი ამ ყველაფრის ხარჯზე. ეხლა ჩვენ რა წავიდეთ აფრიკაში თუ სადღაც ასე ვთქვათ და დავიწყოთ დარქმევლებს, ახლა ჯერ ვინ დაგიშვებს. ჩაბარდა წარსულს ეს ეპოქა. და ის რომ მოგწონს, აქ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ხო? შენი ხელით უნდა შექმნა ეს ყველაფერი. შენი სახლი შენ არ უნდა ააშენო, შენი შვილები შენ არ უნდა დაზარდო. ეს ხო ძალიან მარტივი ჭეშმარიტებებია. არა ევროკავშირში ახლა შევალთ ჩვენ, ვერ შევალთ ამ ევროკავშირში. ეს არის საკმაოდ ჩვენ
როგორც სახელმწიფოს ჩამოვიდებენ აი სტაფილოს, მრავალი ამბობს ამაზე ახლა ეს ასეც არის კაცო, ხო? ის თავის გეოპოლიტიკურ, თავისი მიზნების მისაღწევად, ასე ვთქვათ, ამ საკითხებს აგვარებს და აი ამას ვთქვათ, სატყუარას მეოხებით და მეშვეობით ფაქტიურად შენ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ეკონომიკურ პროცესებს და ასე შემდეგ ფინანსურ ნაკადებს ამ ყველაფერს აქვე გართავს, ხო? ამიტომ ვერ გავსწორდით ჩვენ წელში, იმიტომ რომ სულ აი ამ სატყუარას 30 წელია, ასე ვთქვათ, მივდევთ თუ მეტი კიდე არა. უკრაინა რამ გააუბედურა? ერთხელ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავის დროზე განაცხადა, თუ არ ვცდები, ჩეხეთში იყო როგორც დაკვეული შეხვედრა იქ ვთქვათ. პოლიტიკური ლიდერების, ევროპელი პოლიტიკური ლიდერების და იქ განაცხადა, რომ აი ნატოს საკითხების გამო მოხდა ეს ამბავი. აუ რამის ასე ვთქვათ დააყრიალეს აი წარმოუდგენელი თუ ჩვენ რეალობაში თუ პოლიტიკაა რა საუბრობ რომ ახლა როცა ამბობენ აი პრეზიდენტი ტრამპი ლაპარაკობს ამ საკითხებზე რომ არა მოტივირებული შეჭრა რუსეთისა იმ უკრაინაში მოტივირებული იყო და ეს უკავშირდებოდა ევრო უკაცრავ ნატოს ასე ვთქვათ გაფართოების საკითხს აღმოსავლეთისკენ კონკრეტულად უკრაინის მიმართულებით აქ ჩვენში საქართველოსკენ ხო არც ეს მოხდა ჩვენი ასე ვთქვათ ცხვარი დაკლეს მე დამაკლესო ქათამარო თქვა არა იგივე სიტუაციაა ხო 2004-ში დაიწყო ეს პროცესები ტიპ ცხინვალთან რაღაც გარკვეული ის მაშინ მოხდა კიდევ კარგი შეჩერება გარკვეული 2008-ში ეს ვეღარ მოხდა 2008-ში შევეწირეთ და ახლა ქვეყნის გრობა უწოდა აი ხელისუფალმა რომელიც ჩვენ 150 სოფელი დავკარგეთ ეს რეგიონი დავკარგეთ და თვალსა და ხელშუა ეს როგორც იტყვია ფუკასავი დამოცალეს შემოიჭრა ის რუსეთი იმიტომ რომ იმ რუსეთსაც აქვს თავისი გეოპოლიტიკური აღმოსავლეთი გადასაწყვეტი ყოფნა არ ყოფნის საკითხები თავისი ამ იმპერიის ამ სახელმწიფოსი ეხლა ერთის იმპერიალისტობა თუ არ ვიქმნის პრობლემა თქვა ბრიტანეთის პირობითად ან ამერიკის ჰეგემონია არ ვიქმნის ამ პრობლემას მაშინ რატომ ვიქმნის პრობლემას რუსეთის ასე ვთქვათ ანალოგიური ასე ვთქვათ მისწრაფებები ხო მხოლოდ იმიტომ რომ მაგალითად ამერიკის ირგვლივ არსებული სახელმწიფოები დავუშვათ მექსიკა და სხვები ეხლა ტრამპი უპირებს რაღაცებს იქ რა ქვია ჩემი ალბათ კანადა ხო ასე შეიძლება შემდგომში რაღაცას ვიტყვით არა და პუტინმა სხვა რა გააკეთა მე პუტინს კი არ ვიცავ და საერთოდ ტრამპია აგრესორია ვიღაცა დაგისვავს კითხავს აგრესორია იმპერიალისტია ოღონდ აქვს მას თავისი ასე ვთქვათ გამართლება თავის სიმართლე აქვს უფრო სწორად ეს რამდენად ჩვენთვის მისაღები სიმართლეა როდესაც დავკარგეთ ტერიტორიები ხო რეალურად ასე მოხდა არა აფხაზეთი დაკარგულია ცხინვალის რეგიონი დაკარგულია და ვიღაცას გონია რომ სხვა არაფერი გაიგარდება და თუ უკრაინას ეს უბედურება დააწია იმაზე ვსაუბრობთ ნატოს სახილვა ჩვენ თუ გონია რომ უკეთეს მდგომარეობაში ჩვენ ხო გვიწერია და კონსტიტუციაში ხო ჩაწერა ხელისუფლება მაგრამ ძალიან კონსერვატორობენ გაგიგეთ ეხლა თითქოს ის მე შევიტანე კონსტიტუციაში რა ქვია ეს ჩანაწერები ხო ერთ ჩვენი დღეს რომ მოგდგებიან დაამთავრებენ რა ალბათ კარგად მოთავდება ეს უკრაინის თემატიკა ერთ ჩვენი დღეს რომ მოგდგებიან და გეტყვიათ ჩვენ თქვენს რომ გიწერიათ კონსტიტუციაში ნატოში გაწევრიანება. ეს კაცო სათამაშო რამე ხო არ არის არა. ეს არის ძირითადი დოკუმენტი სახელმწიფოს ასე ვთქვათ, სახელმწიფოს არსებობის მისი ასე ვთქვათ ავღარდიანობის არა. რომ მოგდგებიან და გეტყვიან. ბატონო, თქვენ რომ გიწერიათ ეს ისე ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებას. აი რამას ვხიბობს ამასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც აქ არის ასე ვთქვათ ეს ფრაქცია, დიდი ფრაქცია არა, ვიღაცა გლობალური ომის პარტია მოიხსენიებს, თუ შინაგანი ასე ვთქვათ, თუ გარეგანი ძალებს. იმ გლობალური ომის პარტიას აქვს თავისი დასაყრდენები, სერიოზული დასაყრდენები, ასე ვთქვათ, ყავს, ხო? ამის უკვე გარკვეული მასა და გასაკეთო 800,000-მდე კაცმა აი ამ პროევროპულ ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ძალებს დაუჭირა მხარი და თვითონ ხელისუფლებაც აქვს ჩვენს პროევროპელები ვარ. ერთმანეთს ეჯიბრებიან ამ პროევროპელობაში. მე კი შენ ნაკლები და ამავდროულად ხო ვიღაცა რუსეთისკენ მივდივარ და რაღაცა ჩერიაბინსკში უნდა გავიგოთ, რატომ ჩერიაბინსკში რა მოიჩემს ეს ქალაქი არ ვიცი. იქნებ რა ქვია სულაც კალიმაზე ან რა ვიცი სადღაც რა ქვია ნარინსკში რატო არა დავუშვათ ხო? ახლა აი რაღაცა
ინფანტილურ, აი სრულად ბავშვური დავაკაბათის მოწმეები ვარ, 30 წელი ეს არ დასრულდა. ყველაფერი დასრულდა, მე უამრავი ადამიანის სიცოცხლე დასრულდა, ეს ნუ ვერ დასრულდა ვერ. მაგრამ მე გავიშვით ევროპაში მივდივარ, არა შენ რუსეთში მიდიხარ, სად მიდიხარ კაცო? შენ ქვეყანაში ხარ, შენ სამშობლოში ხარ. აღუჩათ არის აგრებული, გამიგეთ? აღუჩათ არის უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები ვართ. უძველესი ცივილიზაციური კერაა თვითონ ეს მხოლოდ ერი არ არის, ეს მხოლოდ სახელმწიფო არ არის, ეს მხოლოდ რა ქვია, თუნდაც დიდი და ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, ქვეყანა არ არის, თუ ერი არ არის. ეს თვითონ ცივილიზაციური კერაა, უძველესი ცივილიზაციური კერა, თავისი მეტად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესით, ცხოვრების ფილოსოფიით, აზროვნებით, კულტურით, მეცნიერებით და ეს ვიღაცისთვის აქვს სრულიად ახლა ევროპაში გვინდა გავიგეთ. და შენ რომ გინდა იმ ევროპაში, კარგი დავუშვათ, ხო? ერთი ევროპელებისგანაც გავიგოთ საქართველოს გინდა ევროპაში, რატო არ გესმის? აქ ევროპაში ხო არის პოლიტიკური ძალები, პარტიები. მე არ ვამბობ, თორსა როთი, შპოტი, იმაზე არ ვსაუბრობ. ისინი ჩვეულებრივი აგენტურები, ლიბერალური, ასე ვთქვათ, გილდიის წარმომადგენლები, შავდები გაქვიან ადამიანები, მოუსპარი მართლა იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, ამ ჩარჩოები და შტამპებით, რომლებისთვისაც ხონა ის იდეოლოგიური ამოსავალი წერტილის ლიბერალური, რაც მეტად არის გამწობი, უზნეობა და უბედურება, უზნეობა, ხო ხშირად ორველს მოიშველიებენ ხოლმე, ხო, რა ქვია, მის 1984-ს რა ქვია, მეტად მნიშვნელოვან საეტაპო ცნობიერების საეტაპო წიგნს, არა? უზნეობა, ზნეობა, ომი, მშვიდობა, ქაოსი, რა ქვია, წესრიგ და შემდეგ, ხო? ასე ხომ არ შეიძლება, რა. იქ ხომ უნდა იყოს აი ეს ძალები. ჩვენ ავაფრიალებთ, რა ქვია, აფრიალებული ეს ევროკავშირის დროშები, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რატომ ვაფრიალებთ ამ დროშებს? რატომ დავდივართ ამ ტანზე ამ ევროკავშირის დროშებს? ვინ დადის ევროპაში ქართული დროშებს შემოყვებული? რომ აი ქართველები ძალიან გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში და ევროპაში. გინახავთ ასეთი შემთხვევა იქა? მეტიც კიდევ ვითხარით, კაცო ის ეპოქა, როდესაც შეგვიძლია წავიდეთ, როდესაც დავინახოთ ეს კარგი ეს ცუდი არ არის, უფრო რაღაცა ვიხილოთ, რაღაცას დავუკავშიროთ ჩვენი ხილული მომენტი, ხო? სად ფრიალებს ეს ქართული დროშები? სად ნახეთ ჩვენზე ასე ვთქვათ შეყვარებული, გაგიჟებული ევროპელები, ამერიკელები, ახლა რომ დაიძინებს ახლა ბატონი ტრამპის სიტყვაზე, ხო? მანამდე ბაიდენი და იქამდე კიდე სხვებია რა. აი საქართველოს ბედი და უბედობა ანაბლოდა. მოვიდა ბატონი ტრამპი და თქვა, ჩემთვის არის უპირველესი ამერიკა უნდა გავხადო კვლავ დიადი. საქართველოს არაფერი არ თქვავს. არაფერი არ თქვავს, არც უკრაინაზე ასე გავსაჯეთ. მისი აღმოსავლელი წერტილია თავისი სახელმწიფოს კეთილდღეობა, რასი არ უნდა იყოს და თუ იქ ასია, აქ ასე რატო არ უნდა იყოს? კეთილდღეობა. აი დაახლოებით ამ რამდენად უპასუხი ამ თქვენს კითხვას არ ვიცი. აი დაახლოებით ეგ საკითხებია ხო? ისე მივუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას ბატონო ზურაბ, ოპოზიციის მოთხოვნა ისე უცვლელია, ისე გაყალბებულად მიიჩნევენ ჩატარებულ არჩევნებს. ხავთ მათ თავიანთი მხარდაჭერები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეს მაშინ, როდესაც საერთოდ არ ისმის რეალურად ქართველი ერის ხმა თავიანთ ქვეყანაში და ეს მაშინ, როდესაც 300-მდე პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა საზოგადოებრივი რა მნიშვნელობა აქვს ქალბატონო ლია, რამდენი იქნება თქვათ იუსტიციის თქვათ შემაბის სტრუქტურა დარეგისტრირებული. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის რო ეს პოლიტიკური მინდორი, პოლიტიკური არეალი, ასე ვთქვათ, აი ამ 30-35 წლის მანძილზე არის ერთი და არსები და ერთი. თუმცა ხელისუფლებამ შეგვირდა ჩვენ რომ აი ამ გაათავისუფლებდა პოლიტიკურ ველს და ქართველებს ექნებოდა უფლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ან თვითონ საზოგადოების მხრიდან თავიანთი სიტყვა ეთქვათ, მაგრამ ეს პირობა დღემდე შეუსრულებელია. ეხლა იმედი დავიტოვოთ, რომ იქნებდა ასე ვთქვათ შეასრულო. გასაგებია მათ სხვა ტიპის პრობლემები აქვთ ახლა, ხო? მაგრამ აი პრობლემაც ის არის, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები სწორედაც სიღრმისეული ერიდან ამოზრდილი პოლიტიკური, რეალურად პოლიტიკური ძალების
თუ საზოგადოებრივი მოძრაობების ასე ვთქვათ ხელით არის დასამშვიდებელი და დასაწყნარებელი ეს ქვეყანა, შენ თუ არ გესმის შენი ერის ჭირვარამი, თუ არ არის წარმომადგენელი აი ამ ჭირვარამის ტრანსლატორი ხელისუფლებაში, სხვადასხვა დონეებზე, ხო? სხვადასხვა სახელმწიფოებრივ დონეებზე, ადგილობრივ თუ ასე ვთქვათ ცენტრში. სულ წარმოუდგენელია, რომ რაიმე ასე ვთქვათ დადებითი ტენდენციები ისევ დავაკამათი რა, ეწერა თქვით არა, მე მეტი ევროპელი შენაგლების რაღაც, ხო? არადა. სწორედაც რომ რეალური პოლიტიკური ძალებისთვის გზის გახსნა. თქვა ბატონმა ივანიშვილმა, ხო, როდესაც ქალბატონ ანიკაშვილთან ჰქონდა იქ, ხო, არჩევნების წინა პერიოდში, რომ აი ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, თქვა, აი ამ ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირებას. კი თქვა, დღემდე ეს ასე ვთქვათ პირობად რჩება. ისევ საუბარი აი წვრილბანებზე, აბსოლუტურ წვრილბანებს, ხო, მათთვის წვრილბანებია ეს, იმიტომ რომ თქვა მათ კეთილდღეობას, მათ პირად ასე ვთქვათ ხელისუფლებაში ყოფნას და აი ამ საკითხების გადაწყვეტას ეძღვნება ეს ყველაფერი თორე. ეს დავაკამათი მუდმივი, მართლა ეს რეალური პოლარიზაცია. ჩვენ ხო ეს თაობა აქტიურად დაკარგული ყავს არა. იქ არის ჩაკუდებული ჩვენი განათლება, რას გავს ჩვენი განათლების სისტემა. აი დაიჭირეს როგორც აი დეობა, ვთქვათ ეს წყალი აქვს დაჭერილი, არ ასმევს არავის აი ამ წყალს, ხო? არ გამოჩნდა ეს სისკარა. ხომ ჩანს, არ გამოჩნდა ეს სისკარა რა, რომელიც აი ამ ყველაფერს თუ კი შენ არ შეუწე ხელი რეალური ეს რა ოპოზიცია, ეს არ არის ოპოზიცია, ესენი არის ქვეყნის ოპოზიცია, ხელისუფლების კი არა. ვინმეს გაუგია ასე ვთქვათ, რატო არ ფუნქციონირებს ჩვენთან პროფესიული კავშირები? რატომ არ ფუნქციონირებს? ვინმეს გაუგია ეკონომიკურ თემატიკას, ეს გაზრდა, ეს ამაზე არ არის საუბარი, რა გაზრდა რა გაიარდა. ეს არის შედეგები, რაღაც გარკვეული არასწორი ასე ვთქვათ, მენეჯმენტი, სახელმწიფოებრივი მენეჯმენტი, მათ შორის ეკონომიკაშია რა. არამედ რეალური ქვეყნის განვითარების რომელი პოლიტიკური პარტიისგან დღეს ვინც ჩანს, რომელი პოლიტიკური ძალისგან ასე ვთქვათ ქსმენიათ რეალური პოლიტიკური პროგრამა, რეალური ეკონომიკური პროგრამა ქვეყნის განვითარებისა, რომელიც არის რეალიებზე დაფუძნებული, არსებულ რეალიებზე, არსებულ გამოწვევებზე, პროცესებზე, მსოფლიოში და ჩვენში მიმდინარე პროცესებზე, რომელმაც უნდა ვთქვათ ამას რაღაც გარკვეული მცდელობა არსებულ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს გარკვეული ასე ვთქვათ ის აი პოლიტიკური ოპოზიციიდან აი ამ ხალხის წარმომადგენლობა ტარების წერამძალეთ რომ გამოდიან ეს რაღაცა გილდიების წარმომადგენლები, თეატრალები, არ ვიცი, რაღაცა დანტისტები, ჯგუფ-ჯგუფად. ეს კაცო 1-2-3 კაცი გიყავთ თავიანთ აქტივში ეს აქტივისტები ახლა რომ გადავაცმებ ხა ექიმის ფორმას, აღუყარ ნახეთ ეთრი ხალათებით გავატარებ. მე გადავაცმებ. ხა ეს ყველა მიწის რა ხდება. ახლა ბოლოს კომიკურ დონეზე ეს ყველაფერი რა თქვენ ჩამოსული. ხო მე ევროპაში მინდა რა ქვია, რა წავდიშვილო თუ მინდა. ვიგიშის. ხო? ეხლა ის აღარავს რომ ეს ევროპული საკითხები და ეს ამბები, ასე ვთქვათ, ხა კარგი ხელისუფლება, ცუდი ხელისუფლება, ეს ვისა ლიბერალიზაციის საქმე ხო ამ რა ქვია, ოცნების გადაწყვეტილია კაცო. ესეც სამს დავიწყებულია. ისე მართლა მოგვეულისეული რა სულ წარმოუდგენელი რაღაცა ამბებია რა ის კომიკური რაღაცა ვოდევილის დონის სიტუაციებში ცხოვრობ, თუ ტრაგიკომედიის ელემენტები შეიძლება გამოს ამას გითხარი, ეს ჩვენი ახალი ჩვენი შვილები კაცო. ეს ჩვენი შვილები არა რაღაცა სხვები ხო არ არიან. ეს დაკარგულია აბსოლუტურად, გამიგეთ, ინდოქტრინირებული აბსოლუტურად, რა ცნობიერება, სრულად შესული ცნობიერებით, გამიგეთ, რომ აი რაღაცა მანიაკალურ ვითარებაშია გადასული, ვისაც არ ეხება. ეხლა მე კარგად ვერ მღერი დავუშვათ, ხო, სიტყვაზე პირობიდან და არამედ მე კარგი ვთქვათ მუსიკალური პირობიდან მონაცემ შეიძლება შეიძლება დავუშვათ, ხო? მე კონსერვატორია გამდა. არა, დამთავრებული არა, ერთი წელი ვისწავლე და რომ ჩემი საქმე იყო წავედი იქიდან. არ იყო ეს ჩემი საქმე წავედი იქიდან, ხო სხვა რაღაც. ახლა იქ როგორ გამოვდეთ ის მოსაქმე შეგეცნო მე ორ საკითხია, მაგრამ დავუშვათ, ხო?
თქვენ ექიმი ბრძანდებით მრავალწლიანი, რა ქვია, გამოცდილებით, ხო? მრავალწლიანი გამოცდილებით. ახლა ვერ დავიწყოთ ახლა თერაპიაზე. შეიძლება დავიწყოთ თერაპიაზე. არა და ამათ როგორც იტყვიან, ცხონებული ბატონი რა ქვია? თაკოს მამას რა ერქვა და გავიწყდა. ჩარკვიანი, და ჯახი. საფრთხო დამთავრებული. საფრთხო დამთავრებული. ყველაფერი იციან. აი ტელევიზორის გაკეთებას იციან, რა ლესვაც იციან, რა პოლიტიკა რა თქმა უნდა იციან. პოლიტიკა ყველას გაიციან. პოლიტიკას რა უნდა. ეგეთი სიტუაციებია ხო ჩვენთან. ახლა აი ამ დონეზე დაუშვათ, აი ამ დონეზე. არა მანის რა ქვია რა და პოლიტიკები რაღაცა მთელი ამბავი ეს. რაღაცა დაუსრულებელი, სრულად დაუსრულებელი, რაღაცა სახადი, ხო? ამბობ საფმაწვილოს ეს ეძახიან ხოლმე, საფმაწვილოს ვერ მომხადეთ ეს საფმაწვილოს ენი კაცო. ვერ მომიხადეთ, არა და ჩვენი ქვეყანა კაცო წეგანაც მოგახსენეთ. არც თავისი მდებარეობით, არც თავისი ბუნებით, არც თავისი კლიმატური პირობებით, არც თავისი შესაძლებლობებით, სულიერი ასე ვთქვათ პოტენციით, ფიზიკური პოტენციით არავიზე ნაკლები არ მეტია. და თუ მეტი არ არის, და ბევრად მეტია შეიძლება ვისაუბროთ ამ საკითხებს და მინდა რომ რაღაცა თქვა ამ თემასთან დაკავშირებითაც. თუ კი მომეცემა რა ქვია საშუალება, ხო? ამ დროს ჩვენ რაღაცა აი ამ ენერგიას ფლანგავთ, ხო? განათლების სისტემა, მისახედი, სასწრაფოდ არის რაღაცა დაკვეული წვრები ისაუბრა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა არ აღიარებენ რა, არ არის პრემიერ-მინისტრიო, პრეზიდენტიო, რა ქვია, ჩვენ ვართ რაღაცა ის ყველაფერი, ახლა იმათ რომ სიზმარში ნახეს რაღაც დროს, გახალხდა ეს ყველაფერი, ხო? მე ეს მასა წარმოქმნეს ეს მასა, მე ეს მასა მანამდე რომ გაყალბებული. როდის არ ამბობდნენ, მუდმივად რაც თქვა, საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ერთი ცხონებული ბატონი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, როდესაც იქნა არჩეული დაუშვათ და როცა ის ხელისუფლება მოვიდა, ახალი ხელისუფლება მოვიდა, ეროვნული ხელისუფლება, ერთი მაშინ არ შეპარია ფაქტიურად არ არის ისიც საკითხის ეტაპში, თორემ მე რაც მოხდა უბედურება, რაც დაგვაცხდა თავზე, რაც დავიტეხეთ თავს, რა გვაქვს კაცი რა ქვია, მოვხდეთ, ხო არა, ესეა რა. ალან მართალი ამ გაგებით ქვეყნის პატრიოტი, გულშემატკივარი ადამიანი, რომელიც 86 თუ 87% ახლა კარგად ამახსოვს, აირჩია ერმა დიდი სიყვარული, მაგრამ დიდი სიყვარული აქვს როგორც იყო რა. ერთი წელიც და რა ეს კაცი ჩამომაშორეთ, ეგრე მოკლას უპირებდნენ, ხო გახსოვთ რა? თურმე იმაზე იყო იქ რა ქვია, მაშინ დავაკამათი, რომ როდესაც გააქციეს ადამიანი არა, პრეზიდენტი არჩეული ხელისუფალი, რომ მოყვარ მოკლა კაცო. წარმოგიდგენიათ რა. აი ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნა ვერ დაწყნარდა, ვერ ჩადგა კალაპოტში და აი დღესაც რა ქვია, რა ჭირი გჭირს ხო ასეთია რა. ხომ უნდა როგორღაც გამოჩნდეს, არა და ეს მართლა ხო არსებობენ ქვეყანაში ისე ხო არ არის, რომ არ არსებობდნენ გონიერი, პატიოსანი, წესიერი, ქვეყანაზე შეყვარებული, ერუდირებული ადამიანები, ამათი ხმა ყველაფერი არის ჩაკარგული აბსოლუტურად. სულ ჩაკარგული. მე განსაკუთრებით მინდა შევეხო ბატონი აგატი ჯორჯაძის ფენომენს მინდა შევეხო, ხო? ჩვენ მის ოჯახში არ ვიყოფებით არა, მის ვთქვათ, ხო? 30 წლის განმავლობაში. ეს კარგად მინდა მოისმინოს, თქვა ყველა მინდა მოისმინოს, რამდენადაც ხელი მიგვიწვდება, ხო? თუ სულიერ საკითხებზეც ვისაუბრებთ არა, დაუშვათ, ხო, ვისაუბრეთ ეს, რომ არავისზე ნაკლები სულიერი პოტენციალი არა, არავისზე ნაკლები გასულ მეოთხე საუკუნიდან საქართველოს ქრისტიანული ქვეყანაა რა, 326 წლიდან ასე შეიძლება უფრო ადრეც იყო დაუშვათ. ეხლა ეს ზუსტად სხვადასხვა ციფრები სახელდება, მაგრამ ხო 1700 წელი ხო ნახდათებია რა, როგორც კიდე დაითვალე, ხო? ესე იგი, რა დონის სულიერების როდესაც ითარგმნებოდა, ხო ეს ხართულად არ დაწერილა გაგებით, არა, როცა ითარგმნებოდა ეს ტექსტები და უშუალოდ ხო ეს რელიგიური ტექსტები და ასე ვთქვათ, აი შემოვიდა ეს ქრისტეს მადლი ამ ჩვენ ქვეყანაში რომ შემოვიდა, რომ მოიტანა ასე ვთქვათ, აი ეს დიდი უშველებელი, კოლოსალური ახალი ენერგია, არა, ეს ქრისტიანული ცნობიერების, აზროვნების, ხო, ყავდა უდიდესი წმინდანები, გასამართლო გრიგოლ ხანძთელი, რატყის, პეტრე იბერი, რამის და ასე შემდეგ, აი ამ სულიერი პოტენციის გვირგვინად ასე ვთქვათ, ხო? მოევლინა ადამიანი საზძლო, ხო? აი ამ ახალი ცნობიერების მატარებელი და გადმომცემი
კაცი, რომელიც ხელის გულზე უნდა გვეტარებინა, როგორც აი მართლა პირ დაღებულებს, რა ცნობიერებას გვაწვდიდა, რა აზროვნებას გვაწვდიდა, რა დაგვიტოვა ამ ადამიანმა, ჩვენ ეს ყველაფერი რაღაცა ფარდა ჩამოვაფარდა, რკინის ფარდა ჩამოვაფარდა ამ ყველაფერს, ჩვენი გულები გადავკეთეთ, გამიგეთ, ოღონდ ეს არ თქმული იყო, ოღონდ ეს არ გაჟღერებული იყო, რომ მეორედ მოსვლა, რომ ეს ხო არის ამითა ერითა უნდა ეუწყოსო კაცო. არა, ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ჩვენ გავწიეთ, გამიგეთ. რამის არის დიჟად გავაცხადეთ, ეს სამთელივით კაცი, რომელმაც 30 წლიანი, ასე ვთქვათ, აი ეს მართლა მოწამებრივი მოღვაწეობა. ყველაფერი გაიყო, შვილის სიცოცხლე გაიყო. აი ბოლო წუთამდე იწოდა ადამიანი, ასე ვთქვათ, აი ამ ცნობიერების რომ გადარჩენის გზა ეს არის, რომ ახალ ცნობიერებას გვთავაზობს, კაცობრიობას, ხოლ საქართველოს კი არ კაცო, ხოლ საქართველოსი არ ყოფილა საუბარი, ხოლ საქართველოს როგორც ასე ვთქვათ, აი წერტილი საიდანაც ეს უნდა განეფინოს და ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერ გავუცნობიერებ დღეს ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ, რომ იცით პატრიოტები, წესიერ ჩემმა ძალიან პატივცემული, პატივსაცემი ადამიანები მათ შორის როგორც რელიგიის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური სპექტრის საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესები. და არ არის ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესები, რომ ეს არის აი მისტერიალური პროცესები, რაღაცა ბოროტებისა და სიკეთისა აი ეს, ასე ვთქვათ, ჭიდილი. და ვინ დაიწყო ამ თემებზე საუბარი? ვინ იყო პირველ წყარო ყველაფრისა? ვინ მოიტანა ეს ცნობიერება იმ 1995 წლების მიჯნაზე? განა ეს ბატონიარი ჯორჯაძე იყო. იცით რა ქვია? აი არის ისე ჩავწიხლავთ თუ ვინმე გამოგვერიაო არა? თუ ვინმე ისე ჩავწიხლავთ, ისე ჩავქოლავთ, რომ ასე ვთქვათ, აი უკან მოუხედავთ რა. წარბის აუტოკებლად, თვალის ასე ვთქვათ აუტოკებლად, ისე ჩავწიხლავთ და ვის? გადამრჩენელს კაც რომელსაც გადამრჩენებს ქვეყნის კაცობრიული მასშტაბის, კაცობრიული ასე ვთქვათ სულიერების მატარებელს, რომელმაც მოიტანა აი ის ახალი ცნობიერება, მათ შორის წმინდა პოლიტიკური ჭრილშიც, თუ კი სხვა ვიღაცას მავალ სულიერი საკითხები ნაკლებად ესმის ამ დაგუშვათ, ხო? საინტერესებს. ეს საკითხები როცა ადამიანი გარდაიცვლება, აი შემდეგში მაინც ხდება ხოლმე ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, წამოწევა და ვთქვათ, რაღაცა გარკვეული სინანულის გრძნობა, რომ აი არ დაუჯერეს. ქართველებისთვის დამახასიათებელი. და ალბათ სხვებისთვისაც გარკვეულწილად, ხო? ხო ნათქვამია, რომ თავის სამშობლოშიო დაუფასებელია, ხო? წინასწარ მეტყველი დაუფასებელია თავის სამშობლოშიო. აი განისვენა უფლისნებით, თქვა შეერთო მარადისობას, რა ქვია. დღესაც ჩამჩული, არ სიტყვებით საუბრობენ. პოლიტიკური პროცესები ისე მიმდინარეობს. ყველაფერი ასე ვთქვათ, როგორც ითქვა, როგორც დაიწერა, როგორც ის არაერთ თავის ლექციაში, თქვა, ჩვენ ჩაწერილია ეს თერს, არა ინტერნეტში ყველა შეუძლია ნახოს, მოიწვიოს ალბათ უყურებენ კიდევ. სათავისოდ კი არ უნდა გამოიყენოს. საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ერისთვის, კაცობრიობისთვის ეს არის არა მისი დოქტრინა ხო სამი ხოეს პრინციპი არა ადამიანი ერი კაცობრიობა ხო ადამიანი იწყება როგორც საზლო კაცი ნუ გესის მცემელი საზლო ერი და საზლო კაცობრიობა ანუ საზლო ძლეველში უნდა გადავიდეს არა უნდა ძლიოს რას უნდა ძლიოს კაცო წუთი სოფლის მთავარს უნდა ძლიოს ეს ხო უმარტივესია ახო გაუგებარი არაფერი ის მაგირო ჩვენაც გაგვეცნობიერებინა, გაგვეთავისებინა, მიგვეყო ჩვენ სულსა და ხორჩი ჩვენ გულგვამში გაგვეტარებინა და ასე ვთქვათ ახალი ცხოვრების წესით რა მოითხოვება მე კი არა კაცო ჩვენ და იმ ჩვენში მეც ხო არა წარმოდგენილი ხო არის კარგება ის შენიმე არა როგორც წვეთი წყალი ასე ვთქვათ მდინარე შეერწყმის ზღვას ოკეანეს ხო და ის თავის ბუნებას ხო არ კარგავს, თავის თვისებას, ანუ უფრო დიდში და უფრო დიახში გადადის. ეს რომ გავეკეთები და ამის მაგერ ერთმანეთის ჭამა, აი გამალებული ჭამა ერთმანეთისა, რაღაცა
ზილზილ პიპილოებზე, რაღაცა გროშებზე, კაპიკებზე, მართლა დოლარებზე, ცენტებზე გავცვალეთ ეს ყველაფერი, ხო? იმ ფილმში არა, ნაპრისხეში გაიყიდაო, წითელ თუმნიანებზე გაიყიდაო რა. აი, წითელ თუმნიანებზე თუ მწვანე დოლარებზე თუ რა ვიცი, რა ქვია, ფერად ევროებზე რა ქვია, გავცვალეთ ეს ყველაფერი და არა ევროპაში გვინდა და სადღაც გვინდა და რაღაცა რამის ტანზე შემოიხიო, რა ქვია, ხო? და ამას არ ახსენებს, რა ქვია, აი სრულიად დაკეტილია. მეტიც არ ახსენებენ ამ საკითხებს დაუშვათ ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლობაც არ ახსენებს იქ აი ქრისტეს პირველად მოსulis ჟამს გამოერია იოსებ არიმათიელი მაინც გამოერია იქ იყო კიდე ნიკოდემოსი და ასე შემდეგ პრობლემაც ეს ხო აქ ესეც არ ხდება აი 9 კლიტულში გამოკეთეს და დააჭერდეს ეს რა ქვია პირის უშველებელი ბანკის სეიფებს რო აქვს რა ქვია რაღაცა ნუმერაციანი კალიბრი ტონიანი როგორ გააღე აი ასე არის გამოკეთილი ეს ყველაფერი და ვისთვის გამოკეთეთ ხალხო ეს ყველაფერი ვისთვის თქვენივე წამალი რომლითაც უნდა გამკურნებულიყავით აი ეს წამალი არის 9 კლიტულში ჩაკეტილი და ამაზეა ნათქვამი არც თვითონ შედიან და არც სხვას უშვებენო კაც ამაზეა საუბარი გამოსავალზე ეს არის გამოსავალი პოლიტიკურ ჭრილში რა იყო ნათქვამი ისაც გასაგები უნდა იყოს ყველას თუ ის ვერ გამიგეთ ეს კომაინც უნდა გამეგო არა რომ აღმოჩნდა რომ აი ნატოს სახილმა ის უბედური უკრაინა სადამდე მიიყვანა ჩვენც იგივე გზაგვედის აღმოჩნდა რომ თურმე ნეიტრალიტეტი ყოფილა უკეთესი გამოსავალი ვით უმეტეს აი ამ გეოპოლიტიკურ არეალში მიუმხრობლობა ყოფილა ხო გამოსავალია რა ახლა შექმნეს ორგანიზაციები ნეიტრალური საქართველო კარგია განაცუდიებაც კარგია რომ მივიდა აქამდე ეს ცნობიერების დონე ვიღაცისა თუ ცნობიერებისა თუ არა პროფესში ამ ყოფამ ასწავლა ხო დაანახა ის რომ ეს აუცილებლობა ეს არის და შენ ამ ნატოს სახით დაიშლები და დაგიცმასდები დედას გიტირებდნენ რა ქვია ხო ეს გლობალური ძალები მართლა ვინმე შენი ბედნიერება კი არა თუ ჩრდილოეთში თუ დასავლეთში თუ ნებისმიერ სხვა თავისი ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა ის ჩრდილოეთი თავის საქმეს აკეთებს ის დასავლეთი თავის საქმეს შენ რას აკეთებ თუმცა საბოლოოდ არც ჩელიაბინსკში არაფერი აი ხაბა მეორე ნაწილზეც უნდა ვთქვა აი ამ ჩელიაბინსკის მომხრეებზეც უნდა ვთქვა რა თქმა უნდა გაითვალისწინო გეოპოლიტიკური რეალობა გიგანტური სახელმწიფო არის შენი ასე ვთქვათ მეზობელი ერთი თვალის დაგამთავრებაში გადაგხლაპავს ერთ ლუყმად არ ეყოფი ერთ ლუყმად არ დავხდები იმასთან ომი კი არ გიდებაც რა უნდა ელო ვის უნდა ელო ცეცხლის წვიმა მაწვიმდეს იმ ქალბატონმა რა ქვია რა გვარი იყო სახალხო დამცველი ლომჯარია ცეცხლი არ მიყვარს ხოლმე სახელების და გვარების დასახელება მაგრამ ცეცხლის წვიმის ასე ვთქვათ უფრო სასიამოვნოა ჩემთვისო მაგრამ არ იცი ცეცხლის წვიმა რა არის მაგ უბედურმა მაგრამ არ იცი რა არის ცეცხლის წვიმა გამოტვინებულმა აი ნახოს ჩავიდეს გრაფია რა ხდება ცეცხლის წვიმა როგორია დონეცკში ჩავიდეს რა ქვია ბახმუთში ჩავიდეს ერთი და ნახავს რა არის ცეცხლის წვიმა ვიღაც შეკვეთებს სუასრულებს და რა ქვია რაღაცა ორდენებს და ზიზი დიპლომებს რომ იდებენ რა ქვია და ეს რომ გოწონთ რა ქვია გამიგე იმიტომ რომ აი ეს რა ქვია აი ეს ფულის ეს მომხოჭელობის ეს რაღაც ვიღაცა ერთი წიგნი წესიერად ვარ გადაუფუძვლავ დაუაზრებიათ კი არა ვარ გადაუფუძვლავ წესიერად რა ქვია აი ეს ადამიანები გამოდიან რა ქვია გამომდგრებიან ტელეეთერებში ან ტელეკანალიზაციებში რა ქვია აქტიურად ხო და რა თქუას არიგები რაღაცა სტრატეგები დიდი გეოპოლიტიკოსები გამომივიდნენ გამიხდნენ ეს რა ქვია ცალუჯრე და რა ქვია არსებები და რაღაცა აი თემი ამბავია თურმე უკრაინა იგებს ეს იგებს და რა ქვია სულ ეკითხება ყველაფერი აქ ხავს ატვინებენ ან გამოსტერები რა ქვია ვიღაცას ატვინებენ კიდევ უარესად ვიდრე ასე ვთქვათ ხო ისაც არაფერი არ იციან ამათ კიდევ უფრო ნაკლები იციან ვიდრე იმ ხალხმა იმათ რაღაც მაინც უნდათ ამათ რა ჯანდაბა უნდა ვერ გაარკვევ გამიგე აი მომხოჭელობის გარდა და რაღაცა აი ხო რა საიდან დავიწყე ვიღაცა მართლა მიგატრებს იმ რუსეთისკენ მართლა არის ეგეთი ძალები რომ ბიჭო ვერ წარმოუდგენიათ რა თვითკმარია ეს ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით თავისი სტატუსით თავისი შინაგანი გარეგანი ბუნებ ყველაფერი თვითკმარია განა იმიტომ რომ შენ არ უნდა ინვაჭრო განა იმიტომ რომ შენ რა ქვია
ასე ვთქვათ, ურთიერთობები არ უნდა გქონდეს, იმასთანაც უნდა გქონდეს. აბა სამეზობლოსთან თუ არ გექნება გავარებული სიტუაცია, შენ 10,000 კილომეტრიდან ავსტრალია მიშველი, საკმარისია ავსტრალიაში მინახა შენ კარგავს. ავსტრალიელებმა რა ის ახალმა ზელანდიელებმა რა ის ქართველი. საიდან დაიცვა, რა უნდა იცოდეს დავუშვათ, ხო? და არც იციან. და არც უნდა იცოდნენ. და რაც ნაკლებს ეცოდინება, აი გამოჩნდა ჩვენ რომ რადარებზე აღარ ჩამოვთ, ხო? პოლიტიკის რადარებზე რომ გამოჩნდეთ თურმე გამიგეთ თბილისს დაბომბონ, გამოჩნდები. რომ დაბომბავენ თბილისს და გორს, საკუთაის, რაღაცას, ხო, გამოჩნდეთ, ეგეთი გამოჩენა გინდა. ხო, უბედურებთ თქვენ და ეგეთი გამოჩენა გინდა, ხა? თუ საქმის კეთებით უნდა გამოჩნდე, საქმემა შენმა წარმოგაჩინო შენ, ხო? აი ეს სრულიად დაბინდული გონება, სრულიად აი ხურებზე გაკეთებული ხო დავდივართ, არა ქუჩაში დავდივართ, ხო? და მანქანა ჩვენ არ აყვავთ, ჩვენ საჩვენოთ ვინ გახდის ამ ყველაფერს, ეს მათიას ის არის, ხო? აი ამ ხურებზე გაკეთებული ამ რაღაც არაფერი არ ესმი დადიან გამიბებულები რა ხო? აი ეს არის ასე ვთქვათ თელი ეს ვიღაც ყოა დამნაშავე ამ ყველაფერში. ჩვენ ხო არ შევქმნით კაცო, ჩვენ ვინ მივიშვა იქამდე. ის მას ესინჯად იქნება ვაკუჭებით და მე ვთქვათ რომ ვაკუჭებ და იქნება ვაკეთებით სიტყვაზე დავუშვათ ხო? კარგი თუ პიროვნებები არ მოგწონთ შეიძლება ვთქვათ ვიღაცას მე არ მოწონდეთ, თქვენ არ მოწონდეთ და ვიღაც არ მოწონდეს. გასაგებია, ყველას არ მოიწონდეთ. ამ ცნობიერებას რა დაუწუნდეს რომ საქართველოში ქართველი არის მასპინძი. იდეა თვითონ. არა ქართველი, კაცო, პატივსაცემი სტუმარია, მაგრამ სტუმარია. იმიტომ კი არა, სტუმარ მასპინძლობა ქართველმა ისეთი ვინიცის. ახლა კი ყველაფერი აიდია, ბოდიში მაპატიეთ რა ქვენ ამ გამოდვინებულებას, ამას ჩაუფურთხოთ, ეს რაღაცა უბედურება გავაკეთოთ, საათამდე ჩამოვედით, კაცო. იმან პოსტერი, რომელიც თავარი ლიბერალია იქ რუსეთში. თავარი მტერია იმ რა ქვია რუსული სიღრმისეული რუსული ასე ვთქვათ სახელმწიფოსი და აზროვნების. პოსტერმაო ისაო რა ქვია იმას კაცო ის გაწელაო გეშენა პოსტერმაო რა ქვია ელარჯი გაწელა პოსტერმაო წარმოგიდგენთ და მიეჭრენ კაცო კაც მიეჭრენ ეს ქართველობის ქართველი არც ადამიანია უბრალოდ ადამიანიც აღარ არის კაცო რა ქვია ხო წარმოგიდგენთ რაღაცეები ხო და არც დასავლეთი არც ჩრდილოეთი არამედ ყველასთან თანაბრად და კეთილმეზობლურად. ამას არ ვასწავლი და ბატონი აბატი ჯორჯაძე. პირველად გავიგე. პენსიამ რო 10 ლარით მოიმატა, კაცო, ყველამ რო გაიგო უცბად სიტყვაზე. მოიცა 30 წელი რომ კაცი ამაზე საუბრობდა. ის ვერავინ ვერ გაიგო და ყველამ ძალიან კარგად გაიგო 10,000-ობით და 100,000-ობით. ნახველი ყავდა ბატონ მეგაკის აი ამ ჩანაწერებს. და რა ვიცი, რამდენი გაზეთი, რამდენი სამახსოვრო, რამდენი ჟურნალი, რამდენი რა ვიცი, რაც შემეძლო, ხო? აი პროშტავიკები, მართლა ბეჭდები, საკონცერტო ბეჭდები რო წაიწრო, ხალხი და აი ამ პროფესიული ჩავატა. ეს ვეღარავი ხო? განა ვერ გაიგეს, არ გაიგეს. რატომ არ აწყობდა? 10 საქმე ზიანდებოდა, გამიგეთ, დოლარები საიდან გამოდა ეშოვათ. არა ის კაცო მოკლეს მშიერი წერან პროკავშირებზე ვისაუბრე ის რომ მოწონთ რა ქვია დასავლეთი ხო მოწონთ რა ხო ევროპას გასახიან რა იმ ევროპაში კაცო დაცულია სოციალური სახელმწიფოები შეიძლება პროფესიულებს ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს ამაში იმ პროფესიულ კავშირებს აბა ერთი გუშა გააგდო სამსახურიდან აბა ერთი აი ბაჩონის ისეთი რომელიც სოლარი ეხوانია სოლარი მუშაობს. აბა იმას დიდი შეიძლება უნდა გადაწყვიტოს პროფესიულმა კავშირმა მთელი ამბავი სასამართლო პროცესები წარმართება. რა ქვია რატო გააგდე შენ თუმცა აი მაინდა-მაინც კარგად რო არა შრომობს ისეთი მუშაც კი. სად არის ჩვენი პროფესიული? გაგიგეთ იცით ვინ არის საქართველოს პროფესიული კავშირი კი ვიცი ვის არის თქვა რას მიკეთებს. რას მიკეთებს ეს პროფესიული კავშირები კაცო? რომლის ვისი უფლებები დაიცავთ ბატონებო თქვენ? რატომ არ არის საქართველოში ხო მოხდეთ ევროპა რატომ არ არის რატო არავინ აყენებს საკითხს რატომ არ არის საქართველოში საათობრივი არასწავლება შრომის
ამბობენ, მაგრამ ამბობენ, ამას ამბობენ, რაც თავი მახსოვს 10 წელია, 15 წელია ამაზეა საუბარი. რატო ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, ეს ეკონომიკა ჩვენი 10% 20%-ამდე, ხო? ვიზე აისახა, არა, მე უმადური კაცი არა ვარ. რა თქმა უნდა, რაღაცები კეთდება ალბათ ამ სიტუაციებში რაღაცები კეთდება და უშუალოდ ახლა ხალხი აღარ დაწრომიალობს ამ ნაგვისურვებ გახსოვს არის უბედური. რაღაცა ალბათ ხო, მაგრამ ბატონი კითხოდა ხო, მაგრამ ჩვენ უფრო ლამაზი გვინდა რა, ხო? იმიტომ რომ ამ ეპოქაში რომ გადარჩე, თუ შენ არ მოიწადინე ეს გადარჩენა, სხვა ვინ გადაგარჩენს კაც? ვის აინტერესებს შენი პრობლემები და შენ როდესაც სხვაგან ეძებს შენ ბედსა და შენ უბედობას კაც? ძალიან მარტივი, არაფერი რთული ამაში გასაგებად არ არის. თუ მოიწადინე, ყველაფერს გაარკვევ, ყველაფერს გაიგებ. ოღონდ თუ არ გინდა, აი თვალწინ, ცხვირწილო, რა ქვია, დაგიდო, ვერ შენიშნავ და ვერ შეამჩნევ. აი გამოსავალი, ეს არის გამოსავალი. აი პოლიტიკურ ჭრილში გამოსავალი არის, რა ქვია, მაგალითად, ხო, საერთაშორისო ვტალობთ, არა? ის რასაც ხელი 1.700.000 2 მილიონამდე კაცსა ხელი მოწერილი, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო და კეთილი მეზობლური ურთიერთობა დაამყაროს, ასე ვთქვათ, ყველა ქვეყანასთან. არ ჩაყოს ცხვირი და არ ჩაერიოს იმ საქმეებში, რაც მას არ ეკითხება და არ ევალება და არ შეუძლია ამ საკითხების გადაწყვეტა და არავის ასე ვთქვათ, გოში არ უნდა იყოს, აი არც რუსეთში უნდა წავიდეთ და არც დასავლეთში არ უნდა წავიდეთ კაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტატუსი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ღმერთმა მოგცა ეს დამოუკიდებლობა, ღმერთმა შეინარჩუნა ეს ერი იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია მოვალეობა შეასრულოს აქ ამ მიწაზე, ამ გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ არეალში და ვითარებაში. და როცა ჩვენ რაღაცებს თავზე შემოვიხებთ, რა ქვია და სადღაც გვინდა და აქ ნატოს ბაზები და რაღაცა და რუსეთი უნდა გავაღიზიანოთ და რუსეთს ვიღამა უნდა ჩამოვხადოთ, რა ქვია და სიგიჟია არ არის. ამაზე სერიოზული სახით ლაპარაკობენ ეს გამოტვინებულები. აბა სხვა რა დავარქვას? საზღვართან ჩახტილები თუ იქნებიან? ხო, ვიღაცა გონი ბატონის ოსმაჩაზე. სწრაფ ჩამხდელი, ხო? აი რაღაცა ეგეთი სიტუაციები, ხო? ამ ადამიანებს უსმენენ და კი არ უსმენენ კაცობრიობა. 100,000 კაცმა ხმამისსა კაცო და მილიონები დაფინანსება. ბატონი ივანიშვილი, რაც ბატონები, სხვა ბატონები, მიეცით გზა პატრიოტ ადამიანებს ამ ქვეყანაში. მიეცით რომ ეს ტვირთი თქვენ შეიმსუბუქოთ, რაღაცაი თქვენი თავი მიგაჩნიათ ამ ქვეყნის ასე ვთქვათ გამკარგველება და პატრონებად. მიეცით შეგეხიდონ ადამიანები, შეგეხიდონ პატრიოტი, ქვეყანაზე შეყვარებული, გულმხურვალი ადამიანები, რომლებაც საცოდნაც აქვს, განათლებაც აქვს, გამოცდილებაც აქვს, ბიოგრაფიაც აქვს და ყველაფერი აქვს, რა ქვია, ხო? საიმისოდ რომ გარკვეული წილი დაიდო ამ სახელმწიფოს აშენების და გამოხსნა, გადარჩენის და შემდგომ აშენების საქმეში. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. არ გამოვა არაფერი. თუ არ დაუბრუნდებით ჩვენ სიღრმისეული ქართველი ერის ინტერესების მსახურებას, რასაც თავისი პოსტულატები აქვს, როგორ რანაირად რა ფორმით, ხო? რატო არ შეიძლება შეიქმნა სწავლულ კაცთა დარბაზი? რატო არ შეიძლება? ის რომ ჩავწერეთ რატოში გვინდა გაწევრიანება, აი გაგვივართ სადღაც ავღანეთებში და სადღაც რა ქვია ჩვენი ჯარისკაცები ჩახავცეს იქა ვისი ინტერესების გამო. აი ეს პრიბალტიკელი საგანგებოდ ვიძახი. აი ეს პრიბალტიკელი გაარეწარენ მათ ხელისუფლებაზე ხალხს კი არ ეხები კაცო. ნებისმიერი ერი არის გაეროვი წარმონაქმნი, მათ შორის ეს ბალტიის პირველი ის შენ ვინ ეკითხება რა ქვია ვიღაცა არც ვიცი გვარები რაში მაინტერესებს ამდა ხო რომ რა ქვია შენ საქართველოში თუ ჩამოვიდე რუსთაველის გამზირზე ჩვენ გვასწავლიეთ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ გაიგეში რომელი ხელისუფლება ავირჩიოთ რომელი ხელისუფლება დავუბრუნოთ რომელი გავრეკოთ რომელი შევინარჩუნოთ ეს თუნდაც იმათი გასაგები ყოფილა
ვიღაცა რა ვიცი როთმა შეშფოთებულა ახლა აცელა აი ბეჭო ცივი იკაროს დავაშავენ აბენ მარტივენ როთმა გითხრა ამერად ჩამოვიდა ხარსულერე და რა ეს ხორცდება შეეხებია რო შეეხება ისმინდეს ან მუსლიმი რო შეეხება ისმინდეს რო შეეხება ბუდისტი სადაც რა ან ებრაელი თავის მოციქული ბოზანეს და ალები შესიცინებს შეხარია ჩარო ჩამოვიდა მაგარი
ბატონი ტრამპისა და მისი პრეზიდენტის ბატონი ჯიდი პენსის მიერ. ამიტომაც გააზრებული ეს აჯანყება იქნა გაცხადებული ახალი პრეზიდენტის ასე თქვა ტრამპის ხო ეს საკითხები აბდაბას გააზრებული ბატონი ტრამპის მიერ. ის ეულა პორტი და მოედანში ის ახლა ჩვენ ვინ გაგვასამართლებს ხო გახსნაფეულა არა პორტი და მოედანშია რა ეს იქ ვაყია ხო მასში ხო გაასამართლებენ რა უყურეთ გამთელება და იქ ბატონი იბარის მირი ხო იქ რა ქვია და უყურეთ ამ თემს რო უყურეთ რა ქვია და გამწარებული თემი ის ვინც გაასამართლა და უყურებს ხო ახლა ჩვენ ვინ გაგვასამართლებს იმ კანონის მიღებისთვის ტრამპმა თქვა კაცო ახლა უკვე თურმე ორი ყოფილა მეტი არა ყოფილა კაცო კაც ყოფილა ხო რა ეს ხო ჩამიტანეს ჩვენ კრეხელობად გამიგეს ჩვენ თურმე დავამცრეთ იქ ვიღაცა მთელი ამბავი თურმე ეს კანონი რაც მიიღეს ამ ბავშვთა დაცვის და ასე შემდეგ რა ქვია ხო დაკავშირებით თურმე სწორი მართებული კანონი ყოფილა რა ასე ყოფილა ეხლა ტრამპს წავიდნენ ეჭიდაო ტრამპს ხო რაც შეეხება ეხლა ცოტა უფრო ვასწავლოთ მართლა პოლიტიკურ ჭრილშიც რაც შეეხება ბატონი ტრამპის აი ამ ახალი ადმინისტრაციის ხო ის პირველად რა თქმა უნდა დაემჩნევა მსოფლიოს უკვე ემჩნევა თქვათ მათ შორის წელანაც თქვით გაგვით ახლა აღმოსავლეთში გარკვეული შეთანხმება ასე თქვათ შედგა ამას თავად ბატონი ბაიდენიც აგვარებდა ამ საკითხებს თუმცა ვერ მოაგვარა მან არაერთხელ ასე თქვათ დაიბარა ესაუბრა თქვათ ამ ბატონ ნეთანიაჰუს რომელიც ყური არ ათხოვა ბატონ ბაიდენს ათხოვა ყური ბატონ ბაიდენს ეხლა და გუში განაცხადა ბატონმა ტრამპმა თავის საინაugurაციო სიტყვაში რომ და მე რეკეთს წამოდგა ბაიდენის წამოდგა დაშდა მთელი ამბავი კამალა ჰარისის წამოდგა იკადრა ამ ერთხელ სხვათა შორის სხვა დროს აღდებოდნენ ფეხზე და ამას წამოუდგნენ ფეხზე რომ დაგვიან აი შევძელითო რა ქვია რომ დაგვესვა ეს შეგვეთანხმებინა კაცთაბლა შეგვეჩერებინა და საერთოდ ვარ მშვიდობის ყოფილი განაცხადა ბატონმა ტრამპმა ხო რაც შეეხება საკუთრივ მის საგარეო პოლიტიკურ კურსს პირველ რიგში ახლა უკავშირებენ პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები უკავშირებენ ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის, ასე ვთქვათ, აღორძინებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მის საგარეო პოლიტიკურ კურსში, მის ვექტორში, მის ხედვაში იყო ასეთი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, მონრო 200 წლის წინ ზოგადად ეხნის წინანაც და ეს არის მისი დოქტრინა ოფიციალურში მისი ასე ვთქვათ სახელმწიფო მდივნის დაწერილია ესა ადამსის რომელიც ჩემო პრეზიდენტიც გახდა რა ქვია სახელმწიფო მდივანი მე პრეზიდენტი გახდა ამერიკელებისთვის ანუ ეს გაგებით რომ ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულად მიუღებელი იყო ეს არის 1923 წლის 2 დეკემბერს ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა ბატონი ეს რა ქვია მონრო კონგრესის წინაშე პასლანიესაც ეძახიან ხო ყოველწლიურად დღემდე წერდება ეს ტრადიცია და მაშინ განაცხადა რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სრულად მიუღებელია კოლონიალისტური პოლიტიკის მიუღებელი ასეთი ვთქვათ ხედვა და არ უნდა ჩაერიოს ვთქვათ ამერიკის კონტინენტის შიდა საქმეებში და ჩვენ უნდა ვარეგულიროთ ეს საკითხები. შემდგომ რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ როგორც ძლავრმა სახელმწიფო დაამახინჯა ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ თავისი ექსპანსიის გავრცელებისთვის გამოიყენა. ოღონდ ყოველ შემთხვევაში ეს აი მონროსეულ დოქტრინას უკავშირდება ბატონი ტრამპის ხედვა ამ კონტინენტთან დაკავშირებით და ისაუბრა მექსიკის თემატიკასთან დაკავშირებით გუშინ ისაუბრა პანამის საკითხთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ რომელიც ეს არის ახირება აკვიატება ბატონი ტრამპის და ეს არის იმ დიდი გეოპოლიტიკური თამაშების თუ შეჯახებების ეკონომიკური გეოეკონომიკური მათ შორის შეჯახებების საკითხი რაც უკავშირდება ამერიკის და ჩინეთის დაპირისპირებას ამ საკითხებთან თუ როგორ მოიგოს ასე ვთქვათ აი ეს ეკონომიკური და პოლიტიკური ომი ცხელი ომის გაუმართავად. ამას უკავშირდება კანადასთან დაკავშირებული პრეტენზიები, ამას უკავშირდება გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხები
და ამასვე უკავშირდება რა თქმა უნდა ეს სრულად უხეშესწრომები იქნა დაშვებული ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ როდესაც ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთთან აი ამ მჭიდრო ურთიერთობებში რუსეთი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთი და ირანი ერთმანეთთან ასე ვთქვათ ახლო სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე ბრიქსის გაძლიერების საკითხები ინდონეზია შემოუერთდა ბრიքს ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის დასამკვიდრებლად თავისი ჰეგემონიის ასაღორძინებლად რაც ბატონი ტრამპის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხო თავისთავად ცხადია მას ჭირდება მოკავშირეები ჰაერით ჭირდება მოკავშირეები რაც ევროპის კონტინენტზეც უნდა ეძებოს და გარკვეული ურთიერთობების ბალანსი ალბათ უნდა შეცვალოს მათ შორის უწინარესად რუსეთის ფედერაციასთან თუ კი მას დასახული ამოცანების და მიზნების მიღწევის სურვილი რეალურად გააჩნია ხო ამას მოკავშირდება ერთი სიტყვით აუხსენებია უკრაინის კრიზისი გუშინ ბატონ ტრამპს საერთოდ აუხსენებია ამის გამოსვლაში ხო და ჩვენ ხედავთ როგორი დამოკიდებულება აქვს რა ქვია აი ამ მთავრობის ეფექტურობის სტრუქტურის ხელმძღვანელად ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ილონ რა ქვია მასკი ხო ვიცით რომელიც საკმაოდ სერიოზულად ერევა ევროპის შიდა ასე ვთქვათ კონფიგურაციებში და საკითხებში ასეთია თავს დაესხა ბატონ შოლც მის ადმინისტრაციას და არცხვები არიან ვთქვათ დიდად კარგ მდგომარეობაში და ჩვენ ვიცით რომ ბატონი ილონ მასკი გარდა იმისა რომ მილიარდერია და უპირველესი მილიარდერი ამას გარდა უკვე ადმინისტრაციაში იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ფონდს ანუ ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი სახადი როგორც ამერიკული სიღრმისეული ეწოდებული სახელმწიფოსთვის ამ ლიბერალური ასე ვთქვათ ბაბლისთვის ასევე ევროპული ასე ვთქვათ ბიუროკრატიისთვისაც ძალიან არ მოწონთ რა ქვია როცა ერევიან ბატონი ტრამპი და ვთქვათ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის შიდა საქმეებში არ მოწონთ მაშინ როცა ძალიან მოწონთ როცა ისინი ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში აგიგეთ ის რაც ხარისთვის იუპიტერისთვის არის ასე ვთქვათ შესაძლებელი მიუღებელი და შესაძლებელი არ არის აფია ხარისთვის არა ანუ ჩვენ საერთოდ დავცროლ მდგომარეობაში კუთხეში დაყენებული ბავშვივით რა ქვია და შეიძლება ხანხან წკეპლაც უკანალზე გადავიღო იყო არა ეს ან თავში წამოვა აი ასე წამოვარტყა რა ქვია კისერში ესე კარგად ისე მოავლებენ როც ხო და როდესაც მათ საქმეებში ერევიან ეს რა ქვია ძალიან არ მოწონთ კაცო ყიო დემოკრატიაო რა ქვია რო სიტყვის თავისუფლებაო ბატონმა იმან თქვა რა ქვია შოლცმა ნუ აკუფლებაო ხალ თავის შეხედულება ქონდესო ბატონ მასკსო შეუძლია რაღაც აზრებმა ჩვენ ახლა ამას გავითვალისწინებთ ვარ გავითვალისწინებთ ეს კიდე ჩვენი საქმეა ჩვენი ამოცანაა მაგრამ მოუწევთ გათვალისწინება ეხლა ეს ყოხთა პრუწობა მაინდა-მაინც რა გამოადგებათ იმიტომ რომ აი ეს რა ქვია ჯოხიანი ბიძია მოვიდა და ტირდება რომ შეიძლება მეო წავიდეო რა ქვია გავიდე საერთოდ ნატოდანო თუ ნატოდან გავიდა ან 5% ადრე 2% ეროვნული პროდუქტის 2% უნდა შეეტანათ ნატოს სასწრაფო ყულაბაში. მე რატომ უნდა გავშინოთო კაცო? მე რატომ უნდა შეგინახო? მე თქვენ თავდაცვაზე და რატომ უნდა უზრუნველყო ჩემი ხარჯები თქვენი თავდაცვა? აცი თქვენ უზრუნველყავთ თქვენი თავდაცვა, თუ გინდათ, მაშინ 5% კომერსანტია, მილიარდერია ბატონი ტრამპი და ფულის ყადრი იცის ფულის ყადრი, ბევრი სხვა რამეც იცის, ძალიან გონიერი, აი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ რუსული ტერმინი გახდოთ და როგორ არის არ ვიცი. რა ქვია პატკოვანი, აი პოლიტიკურად ძალიან ასე ვთქვათ, ეს ხო? როგორ არის პატკოვანი ქართულად? ესე ზუსტად. უკაცრავად ახლა შტამპისთვის. ფულის დათულა იცის და ხო როგორი გამოთქვა, ფულს დათულა უყვარს. ამ კაცმა ეს ნამდვილად იცის. ბევრი სხვა რამეც ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად. ძალიან სტი გაცია, ხო ძალიან შემართული 78-79 წელს უნდა გავხდე 14 ივნისს არის რა ქვია დაბადებული აი 79 წელს ახდება მაგრამ აი ჩვენებად გავეღურება რა ხო რას მოგიტანს ტრამპის მმართველობა ნახავთ
აქვთ ამ ყველაფერს ძალიან დიდი ცვლილება. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ ხო აი ამ საჯადრაღო დარბაზზე, დიდ მსოფლიო საჯადრაღო დარბაზზე ეს მაინც ყველა ფიგურაა. მაინც ეს ყველა ფიგურა გუშინ განაცხადა, რომ მე ალბათ იმიტომ შემომინახაო, რა ქვია, ღმერთმაო, გადამარჩინე, იმიტომ რომ ნამდვილ სიკვდილს გადავრჩიო ფაქტიურად, ხო, რომ ალბათ ამერიკა უნდა ავაღორწინეო და ხო ასე ყველას ჩვენი პატარა თუ დიდი მოვალეობები გვაქვს ამ საჯადრაღო დარბაზზე და ჩვენ კიდევ ჩვენ ქვეყანას უნდა ვუყურებთ. ჩვენ კიდევ ჩვენ ქვეყანას უნდა ვუპატრონოთ და აი ამ გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, წვნიანში ჩვენი ადგილი უნდა ვიპოვოთ. თუ ვერ ვიპოვოთ, სხვები იპოვიან. უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან, ხო? რუსებს აქვთ ნათქვამი, ეხლა მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, свята место пусто не бывает. შესაბამისად, რა ვთქვათ, თუკი ჩვენ ისევ აი ამ საფრებში, ილუზიებში, რაღაცა ნატო, რაღაცა ევროკავშირები, აი ამას თუ ვერ გავხდით, თუ ვერ გავხდებით, მაშინ კაცო, ვინც ამას გაცდა და ვისაც თავისი აი ბატონი ალიევი მაგალითად არა, არ შეიძლება დიდი სიმპათიით არ შეხედო ბატონი ალიევის მამის და ბატონი ალიევის შვილის მიერ ჩატარებულ აი გეოპოლიტიკურ დიდ მნიშვნელოვან თამაშს, რომელმაც ამ სახელმწიფოს მოუტანა კეთილდღეობას, ამ სახელმწიფოს მოუტანა ჩვენ მეზობელ და მეგობარ ერს და ქვეყანას მოუტანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გაფართოება სვიცხარზე, ხო? და სხვათა შორის რა ქვია, ეს არ იყო მარტივი თამაში მათთვისაც, ხო? აი ჭაობიდან ამოყაჩეს ქვეყანა განადგურებული, ხო? იქაც თავისი და ქვია გიჟები ცოტანი კი არ იყვნენ, მაგრამ ამ ყველაფერს მოუარეს ძალიან სწორი დროს, სწორი პოლიტიკის გატარებით და წარმოებით შეძლეს თავიანთ სახელმწიფოებრიობს და არ გაეფინენ ფეხქვეშ ამ ლიბერალურ ასე ვთქვათ სატანის, ლიბერალ სატანის არ გაეფინენ ფეხქვეშ. ეს შეძლეს, კი ბატონო, მას მოკავშირე ყავს დიდი თურქეთი და ასე, მაგრამ ამ თამაშის აი ამ პასიანსის კარგად ეროვნული თამაში ეს ეროვნული პოლიტიკა გაატარეს. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ რაღაცა ასე ვთქვათ და ვიწყებთ თუ არა ეგეც ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშა ამ საკითხების მოგვარებას. ანუ ჩვენ მივიღებთ იმას ტრამპისტულ მსოფლიოში მივიღებთ იმას, რასაც ასე ვთქვათ ჩვენ შევძლებთ რომ მივიღოთ. ბატონო ზურაბ, აქ ჩაგეკითხებით ახლა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ გაგვიგზავნა საუბარი. აი მნიშვნელოვანი ცვლილებებია თვითონ ევროპაშიც მოსალოდნელი და ნათელია რომ კონსერვატორული ძალები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებაში. აი ხორვატიაში ბატონო. აი ძალზე მოკლედ შეიძლება აი ამ ტრამპთან დაკავშირებით რომ მას სჭირდება მოკავშირეები. ახლა ვიცით რომ ორბანია მისი მოკავშირე. ხო? კონსერვატიული ხო მიმართულების, ტრადიციონალისტური მიმართულების. ეს ბევრ თემას, ბევრ საკითხს უკავშირდება, ყველაფერს ჩვენ შევეხებით. ეს ავსტრო-უნგრეთის თემატიკას ეხება. ეგეთ ხორვატიაში პრეზიდენტი გახდა რამოდენიმე დღის წინ, პრეზიდენტი გახდა ეს კონსერვატორი, ევროსკეპტიკოსი, ბატონი ასე ვთქვათ, დამავიწყდა ამერიკა უკაცრავად. და რუმინეთში რა ამბებია, ხო? რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო იმის გამო რომ რაღაცა TikTok-ი გამოიყენაო, რა ქვია, აი ამ კალინ ჯორჯესკუ, ხო? არჩევნების შედეგები გააუქმეს, ხო? 10,000-ობით ადამიანი გამოდის ასე ვთქვათ მიტინგებზე, რომლებიც იცავენ თავიანთ არჩევანს. ალტერნატივა გერმანიის ახლა აი მასკისა და ალის ვაიდების AfD-ს ალტერნატივა გერმანიისთვის ხო ერთ-ერთი ლიდერის კალბატონის რა ქვია სტრიმი იყო რა ქვია ხო? აი ამ X-ზე, პლატფორმა X-ზე და ეს უნდა თუ უშველისო გერმანიასო, უშველისო აი ეს ალტერნატივა გერმანიისთვისო. ეს კიდე არის ჩვენ როგორც ასე ვთქვათ სახადი აი ამ დახავსებული გერმანული ტრადიციული პარტიებისთვის. ეგრე 21%-ზე ავიდა ამ ავსტრიაში ვიცით რომ ბოლოსა და ბოლოს დაევალა ვთქვათ გამარჯვებულ კონსერვატიული ტიპის პარტიას ლიდერს
თავის ფორმირება. ეს შეუცვლელი პროცესია. ყველაფერი იცვლება და ყველაფერი შეიცვლება. რა არის ახალი არის კარგად დავიწყებული ზოლია. ანუ ადამიანები, ანუ ასე სახელმწიფოები, ქვეყნები უბრუნდებიან წარსულ გამოცდილებას, უბრუნდებიან სამთავ თავს, იბრუნებენ სამთავ თავს. ჩვენც ეს ამოცანებს გადასაწყვეტი და მოკავშირეები ამ ფონზე ბატონო ზურაბ, რამდენად სწრაფად არის მოსალოდნელი უკრაინაში კრიზისის დასრულება? ნუ ახლა რა ქვიან წერანაც გითხარით, რომ ახლა ეს საკუთარ იორი საქმეა, ომის დაწყება რთული საქმეა, მაგრამ დასრულება კიდევ უფრო რთული საქმეა. ძალიან ბევრ საკითხს ახლა ევროპის ბიუროკრატიას ეს ომი აწყობს. საუბედუროდ. აი შავნელ ძალებს ეს ომი აწყობს. აი სიღრმისეულ სახელმწიფო წარმომადგენლობას გლობალური ომის პარტიას როგორც ჩვენი მთავრობა აწყობს ეს ომი. იმიტომ რომ ტრამპის ყურადღება გადაიტანონ და ასე ვთქვათ, პოკლოვი დაადო ტრამპის მოქმედებებს, იმიტომ რომ ტრამპის მოქმედება რა თქმა უნდა. თუმცა ვნახოთ, იგივე მეტყვა ხო შეხვედრები ბატონ სი ძინპინთან, ბატონ ტრამპის აიგო ახლოესი 100 წლის მანძილზე. იგივე თვითონ სატელეფონო საუბარი და შემდგომ შეხვედრაც ბატონ პუტინთან, ტრამპისა და ალბათ ეს საკითხები ამდაგვარად გადაწყდება, იმიტომ რომ ტრამპისთვის აუცილებელია მან აი როგორც ვთქვათ, ხელი რო გაშალოს და თავისი მიზნები შეასრულოს, ძალიან მრავალფლანგიანი და მრავალწახნაგიანი პოლიტიკის გატარება მოუწევს და მოკავშირეების ძებნა, მათ შორის ევროპაში და არა თუ ეძებენ, არამედ პოულობენ კიდევაც ასეთ მოკავშირეებს. ეს კი უკავშირდება თავისთავად ხალხს, ცვლილებებს ევროპაშიც, აზიაშიც და ყველა მიმართულებითაც. კეთილი დავუბრუნდეთ საქართველოს და ისევ ვთხოვთ რომ ძალზედ მოკლედ, მაგრამ კითხვას ვერ წავლა. მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ, ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქს შეუსრულდა 92 წელი. იქამდე მისი აღსაყდრების 57 წელი მიზეიმეთდა. თქვენი აზრით, როგორია ილია მეორეს როლი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში? ნუ კოლოსალური. მოგვიანებით ულოცავთ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს ამ ღირსახსოვარ იუბილეს 92 წლის გახდა და თითქმის 5 ათეული წელია მისი ასე ვთქვათ საპატრიარქო საჭადრობელობის ეპოქას ჩვენ მისი არა მხოლოდ ისტორიერი შვილები ვართ, არამედ მისი ეპოქის შვილები ვართ. ეს ეპოქა არის ილია მეორის ეპოქა თვალსაზრისით და სხვათაშორის ბატონიაგი ჯორჯაძე ყოველთვის წარებდა აი ამ სულიერი საკითხების გადაწყვეტა. ნუ სამი პიროვნების თქვა პერიოდში უნდა მოხდეს. ერთი იყო პოლიტიკური ლიდერი შევარდნაძე, რომელიც იყო იმპერიის პოლიტიკური ლიდერი, გარკვეული დიდი ავტორიტეტით გამოსული და შემდეგ. მეორე თავად როგორც ვთქვათ სასწლო, როგორც უგეშესწრებელი და მესამე პატრიარქი ილია მეორე. ახლა ისე მოხდა, რომ ეს ორი ბატონი აკაკი და ბატონი შევარდნაძე თქვათ ბარათისობაში გადავიდნენ, თქვათ დარჩა პატრიარქი ილია მეორე. და ძალიან ძვირფასი ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად ჩაიბარა ასე ვთქვათ მკვდარი ეკლესია რა, ასე ვთქვათ. და როგორც მანვე თავად დაარქვა, სახელად ეს არ არის დღე, ეს არის მზიანი ხალხი. ასეთად შეაფასა პატრიარქმა ილია მეორე თავისი მოღვაწეობა 5-10 წლეულის განმავლობაში ფაქტიურად საპატრიარქო ტახტზე. მაგალითად გააცოცხლა ქართული სულიერება. გამოიყვანა ბუნებრივი კრიზისი და რაც კომუნისტური მმართველობის იმ ეპოქაში ბუნებრივად ყველაზე უკეთ საქართველოში. პატრიარქმა ილია მეორე უწის რა პროცესია, რა სულიერი პროცესი მიმდინარეობს საქართველოში. და თავისი ასეთი და მოწამეობრივი
მოღვაწეობის, კოლოსალური მოღვაწეობის გვირგვინად მას დარჩა ჩემი აზრით აი ამისი აი ამ ასაკში, აი ამ მოწოვან ასაკში საქმელი ქართველის გადასარჩენად საბოლოო გამოსახსნელად ასე ვთქვათ აი ამ უნდა გათენდეს და შეუძლია გაათენოს ეს მზიანი ღამე და აქციოს ჭეშმარიტ დღედ მეორედ მოსვლა ჩვენო უწმინდესო პატრიარქო ჩვენო ძვირფასო სილია სინოდის ეს თქვენგან არის სათქმელი ეს თქვენგან არის გასაჟღერებელი ეხლა სურა კერესტაშვილმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამ საკითხზე ეს და ნებისმიერ სხვა ეს თქვენი გასაკეთებელი საქმეა უკაცრავად მომიტევეთ რომ მე თქვენი მაგრამ ვარ სულიერი შვილი როგორც თქვენი ჩვენი წმინდა ეკლესიის ასე ვთქვათ საჯარო წევრი მოგმართავთ თხოვნით უნდა აღიაროთ ეს პროცესი რათა საქართველოს გადავარჩინოთ ეს მისი მოღვაწეობის ალბათ უდიდესი და სრულად შეუფასებელი გვირგვინი იქნება აი შემიძლია კიდევ ერთხელ აი ეს უნდა უსულო ეს უნდა ვთხოვო და ეს უნდა უსულო ის დარჩა ერთი აი ამ სამეულიდან ამის შემოინახა ასეთი ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ფიზიკური ცხოვრებისთვის გამჩენმა ღმერთმა ეს ღმერთის ჭეშმარიტად უდიდესი მსახური და ერის ჭეშმარიტად უდიდესი მსახური ულოცავთ და ვუსურვებთ რომ მან ეს შეძლოს და გააკეთოს ჩვენ ულოცავთ ყველანი ილია მეორეს ჩვენს პატრიარქს საქართველოს პატრიარქს დაბადებიდან 92 წელს და აღსაყრებიდან 57 წლის თავს პატრიცემულო ჩვენო მაყურებლებო მე ბატონ ზურაბს მადლობას მოვახსენებ ასეთი ხანგრძლივი ასე ვთქვათ გადაცემისათვის მობრძანდა პასუხი გაგცა ჩვენ ალბათ ასე დიდხანს აღარ ვაკეთებთ ისე რომ ხშირად ვეცდებით რომ ჩანაწერები გავიდეს ჩვენს ინტერნეტ სივრცეში თქვენ გთხოვთ თქვენი აზრი დაგვიწეროთ რაზე გნებავთ საუბარი რა როგორი მდგომარეობა არის თქვენი აზრი მე ვაკვირდები ხოლმე ამ გვერდის საკმაოდ კარგად მუშაობს რა ქვია ეს გვერდი ძალიან ბევრი ნახვა აქვს და სხვადასხვა კომენტარები მეტი ჯობს ბატონო ზურაბ აი ეს ვთხოვოთ ჩვენს მაყურებლებს და ჩვენს მსმენელებს და დღეს ამით ვამთავრებთ გადაცემას საუბრები პოლიტიკაზე მომავალ შეხვედრამდე